თუ მოკლე განცხადება. ჩვენ გზაგაზახარზე ვართ. ან ქვეყანაში იმარჯვებს ფული და ველური პოლიტიკა, ან გონიერება და წესიერება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვიმოქმედებთ. ჩვენ წავალ დაპირისპირების იმ გზით, რომელთაც სავსეა ქართული პოლიტიკა, ეს ნიშნავს, რომ ეს არის უბსკურის გზა. ეს არის გზა არარაობისკენ. მასადამე თუ დაპირისპირება არა, როგორ შევძლებთ ურთიერთობა. ჩვენ სწორედ დიდი ხანია მეცნიერთა კონგრესი თავაზობს სახელმწიფო ძალებს ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდიდან მოყოლებული და ივანიშვილის გუნდების ხელისუფლებაში ყოფნის დროს მრავალჯერ ითქვა და შესაბამისად წერილებიც დაეგზავნა ყველას, რომ გამოსავალი არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაში. რას ნიშნავს ეროვნული თანხმობა? ამის თაობაზე დღეს მე აქ არ ვისაუბრებ, ეს არ ნიშნავს ერთ ხმაში მოლაპარაკე და ერთ განწყობის პოლიტიკურ ძალას პარლამენტს ამ შემთხვევაში. დღეს ამ დეტალებში არ შევდივარ. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ აი ეგერ არის წარწერა. ხვალ გაიმართება მეცნიერთა კონგრესის გაფართოებული სხდომა. ის შედგება მეფე დავითში, ეს არის მერაბ ალექსიძის 12, აკადემ ქალაქი ქვიოდა მას, ადრე აკადემიური ქალაქი, აი იმ აკადემიურ ქალაქში გაიმართება. არის ორი დიდი კორპუსი, B კორპუსში მე-17 სართულზე, დასრება თავისუფალია და ჩვენ ვიხილავთ იქ მთავარს ეროვნული თანხმობის კონცეფციას. ჩვენ გარღვევა თუ არ გავაკეთეთ და ხალხთან თუ არ მევიტანეთ ეს კონცეფცია, აშკარაა რომ აღმოჩნდეთ უმცირესობაში. მე ძალიან კარგად ვხედავ, რომ იგნორირებულია ქვეყანაში ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გონებაზეა ორიენტირებული. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ოცნებას აწყობს ისეთი ოპოზიცია, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა და სხვა დანარჩენები, და არც ის მინდა ვიფიქრო ნაციონალურ მოძრაობას და მის სხვა დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ ისეთი ხელისუფლება, როგორიც არის. აშკარაა, რომ ესენი ორი სხვადასხვა იდეოლოგიისანი არიან. ერთი არის ულტრალიბერალური, დაიმართებიან ისინი დასავლეთის მასონური ძალებისგან ძირითადში და მეორე ეს არის ურაპატრიოტული. არც ერთი და არც მეორე ქართული არ არის. შეიძლება ჩვენ ამ შეფასებაში ვწდებით, არ არის ამაში ეს საკამოთ ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს არის მეცნიერთა კონგრესის პოზიცია და ყველაფერი გამოგვაქვს განსახილველად. ხვალ ეს შეხვედრა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ მოვახერხეთ გარღვევა. ეხლა რატო ვაკეთებ ამ განცხადებას? თქვენ მოგმართავთ, ვინც უყურებთ, ვინც ნახავთ ამ გადაცემას, ვინც შემდგომ Facebook-ზე და საერთოდ ელექტრონულ მედიაში შეძლებს რომ ნახოს ეს გადაცემა. ბატონებო, უხლომოდრეკილი გებედრებით. აი, თქვენი თუნდაც ოცნების წევრები ხართ, თხოვეთ ოცნების ხელმძღვანელებს რომ მოვიდნენ აქ. ნაციონალური მოძრაობის ან სხვა პარტიების წარმომადგენლები ხართ, თხოვეთ მათ რომ მოვიდნენ ამ შეხვედრაზე. ჩვენ ხო არაფერს ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ განვიხილოთ კონცეფცია ეროვნული თანხმობის ხელისუფლების თაობაზე და ეს ჩავწეროთ სრულად ტელევიზიით და ყველას გქონდეთ საშუალება თქვენი მოსაზრება გამოთქვათ. ხვალ დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკებთ. უბრალოდ ერთი რამ არის, რომ იგნორირებულ პოლიტიკურ ძალას აღარ დარჩა სხვა იმედი, გარდა იმ ხალხისა. თქვენ მაინც იყავით მოწმე, რომ ჩვენ ღიად 19 პარტიას გუშინ წინ გაუგზავნეთ ელექტრონული პოსტით მოთხოვნა. ყველა ტელევიზიას, ყველა გაზეთს დაეგზავნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შედგება ასეთი რამ, რა უნდა იყოს პოლიტიკურად აციოკებულ ქვეყანაში მეცნიერთა ჯგუფი გთავაზობდეს ეროვნული თანხმობის კონცეფციას. შეიძლება ეს თქვენთვის მიუღებელია, მაგრამ მოსმენა ხო უნდა შევძლოთ, ის რომ დავსხდეთ ნებისმიერ პიროვნებას, ვინც ამის სურვილი ექნება, მაგრამ მე პრინციპულად მიუმართავ დღეს და ვთხოვე რამდენიმე პიროვნებას, ყოფილ პრეზიდენტებს, როგორც ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელებს, ისევე ამ შემთხვევაში ოცნების პრეზიდენტებს, ჩვენ ვთხოვეთ პრემიერ-მინისტრებს, რომლებიც იყვნენ, დეპუტატებს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში იყვნენ, პირველი პარლამენტის წევრებს და შემდგომი პარლამენტის წევრებს, ყველას
ალბათ გვაქვს ჩვენ იმის სურვილი, რომ ვიცოდეთ რა არის კონცეფცია, რომელზეც ასე ლაპარაკობს მეცნიერთა კონგრესი და ასეთ იგნორირებას უკეთებს ხელისუფლება. პარლამენტის კომიტეტში განხილვაც კი გახდა შეუძლებელი, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ რომელიმე ტელევიზიას ერთი წუთი უფრო მნიშვნელოვანი რამეები აქვს. ალბათ, რა ვიცი, ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ ვწდებოდეთ ამაში. ჩვენ მივმართეთ, ჩვენ თქვენი საშუალებით გვინდა, აი ტელევიზიებს ხანდახან რომ წერთ მე რომ კი, მაგრამ არ გიწევთ და მისახელებთ რამდენიმე ტელევიზიას, რომელიც ოპოზიციურია. გთხოვთ ბატონებო, მოგვეხმარეთ და მიაწოდეთ ამ ტელევიზიებს ინფორმაცია, რომ ხვალ 6 საათზე მეფე დავითში შედგება ძალიან სერიოზული, ჩვენ მას მომავლის პროექტს ვეძახით, ეროვნული თანხმობის ხელისუფლების თაობაზე კონცეფციის განხილვა. მოდით ბატონებო და მხოლოდ მოისმინეთ და გამოთქვით თქვენი მოსაზრება. ჩვენ მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ყველას ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაზე ფიქრი და ქვეყნის მომავალზე ფიქრი. მოდით ბატონებო, მოდით დავსხდეთ, ჩვენ ორი გზა გვაქვს. ან ვიმეორებთ, ამ ქვეყანაში ვეგუებით იმას, რომ ფულის ბატონობა იქნება და ველური ძალების, ან ჩვენ ყველანი ვდგამთ იმ ნაბიჯს, რომ ქვეყანაში გონება დაბრუნდეს პოლიტიკაში და რეალურად წესიერება მოვიდეს ყველგან. არაერთგზის მithkomს და აქაც გავიმეორებ. იტალიაში მაფიოზები შეიკრიბნენ და თქვენს რომ ჩვენ კი ვართ მაფიოზები, მაგრამ ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა და ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა წესიერები უნდა იყვნენ. მოგმართავთ ყველას, ბიზნესმენი ხართ, რომელ კატეგორიასაც არ უნდა ეკუთვნოდეთ. ქუჩაში დგეხართ, ქუჩის ბიჭი ხართ თუ ქურდი ხართ. მოგმართავთ ყველას. ამ ქვეყნის გადარჩენა არის განათლებულ რწმენის ხელისუფლებაში. არ არის ქვეყნის გადარჩენა არც ქუჩის ბელადებში, არც ქუჩის პოლიტიკაში, არც მილიონერებში და მილიარდერებში. ქუჩის გადარჩენა არის, ქვეყნის გადარჩენა არის, ვიმეორებ, იქნება მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იქნებიან განათლებული ადამიანები, რწმენის ადამიანები. ჩვენ 4 კრიტერიუმიდან არ გადავდივართ. რა არის ეს, ვინც ხელისუფლებაში უნდა იყოს? ეს არის ინტელექტი, ეს არის ენერგია, ეს არის გაბედულება და ეს არის წესიერება. წესიერების გარეშე პირველი 3 კიდე უფრო დამანგრებელი ხდება. თავარი საზომი არის წესიერება. აი მოდით ერთხელ შევთანხმდეთ, ეროვნული თანხმობის პარლამენტი ჭირდება ქვეყანას ერთხელ და ამ ერთხელ რომ ავირჩევთ, საქართველოს მოსახლეობა ნახავს გემოს, რას ნიშნავს პროფესიონალებისგან მართული ქვეყანა, რას ნიშნავს პარლამენტი, რომელიც არის პოლიტიკური, მაგრამ არ არის პარტიული. აი ეს არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. სხვა ყველაფერს ხვალ ვისაუბრებთ, გთხოვთ, გეხვეწებით და გემუდარებით. მიაწვდინეთ ყველას ხმა. ეს შეხვედრა დასრებით თავისუფალია. ტარდება, ვიმეორებ, მერაბ ალექსიძის 12 ნომერში. ეს არის მეფე დავითი, King David, ასე აწერია მას ზემოდან ქართულად მეფე დავითის King David. აი იქ რომ დგევართ პირისპირ მარცხენა მხარეს B კორპუსია მე-17 სართულზე, წინვალე დარბაზია. მადლობა რომ გვაძლევენ საშუალებას რომ ასეთი დიდი ეროვნული შეკრებისთვის ეს დარბაზ საშუალებას გვაძლევენ. აი ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევძლოთ ურთიერთობა. მე დღეს რამდენიმე პიროვნებას ვთხოვე და აქაც გავიმეორებ. მე ვთხოვ პირველი პარლამენტის წევრებს და ვთხოვე დღეს მე ბატონ თენგიზ დიხამინჯიას. შეეხმიანე რაც შეიძლება ბევრს. პირველი და თქვენ რამდენიმე პარლამენტის წევრი იყო ბატონ თენგიზი და ვთხოვე რომ შეეხმიანეთ მას. მე ვთხოვ ბატონ ზურაბ ჩხაიძეს, ღირსეული გამორჩეული პიროვნება და რამდენიმე პარლამენტის წევრი იყო. უამ ყველას იცნობს, მით უფრო რომ გამოცდილებაც ისეთი აქვს, რომ იცის, აი თქვათ იმ პიროვნებები, ვინც ამ საქმეს ჭირდება. გთხოვ ბატონო ზურაბ, შეეხმიანეთ, ვისაც თქვენ თქვით საჭიროთ რომ მოვიდეს ხვალ. მე მივმართე დღეს ესე იგი ბატონ კოტეკემულარიას. ის ნაციონალური მოძრაობაში იყო და ჰქონდა თავის დიდი ურთიერთობები და სააკაშვილის მიერ წარდგენილი იყო სასამართლოს თავმჯდომარედ. ჩვენ ვუთხარეთ ერთმანეთს რომ დავივიწყოთ ვის რა პრეტენზიები ჰქონდა ერთმანეთს მიმართ. მოდით და ბატონ კოტეს მე ვთხოვე რომ ბატონო კოტე, ვისაც საქმე საჭიროთ შეეხმიანე. მე დღეს დაველაპარაკები და ვთხოვ ბატონ გელბახიანს, რომელიც იურისტი, ძალიან ესეთი პიროვნება არის, რომელსაც აქვს ეს კონცეფციები და გქონდა ერთხელ ჩვენ განხილვა. მე ვთხოვ ყველა ადამიანს, ყველა დეპუტატს მოგმართავთ, რომ ადამიანებს ეს გითხარით, ვისაც უკვე ველაპარაკე, ბევრთან ვაპირებ რომ დავრეკო. მე ვაპირებ რომ
ჩვენი გუნდიდან შეეხმიანოს ვინმე როგორც წინა პრეზიდენტს ქალბატონს ისევე პირველ პრეზიდენტს მარგველაშვილს მეტი ღიად რა უნდა ვთქვათ ჩვენ რეალურად შეგვიძლია ქართველებს ერთმანეთის წინ დასხდომა და მოლაპარაკება ჩვენ სხვა პროექტს და სხვა წინააღმდეგებს ხვალ წარმოვადგენთ რას მიიღებს ხვალ თითოეული პიროვნება ვინც იქნოა პირველი ის მიიღებს რა წერილით მივმართეთ ჩვენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველა პოლიტიკურ პარტიას 2016 წელში, შემდგომ 2020 წელში, რას ნიშნავს ჩვენი კონცეფცია ეროვნული თანხმობის პარლამენტის თაობაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიიღებს კიდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამულ ხედვას, როგორ შევქმნათ ერთი მართალი ტელევიზია, რომ არ იყოს და ასეთ ტელევიზიის იდეა ეკუთვნის მერაბ ბერძენიშვილს, რეზო ჩხეიძეს, ანზორ ერქომაიშვილს, ამ დიდ პიროვნებებს და რომ ეს მოიყვანოთ მოქმედებაში, მოდით დავილაპარაკოთ ყველაფერ ამაზე. ჩვენ ერთხელ ვთხოვეთ, აი აქ მაქვს გელათის მეცნიერთა კონგრესის მიმართვა, პარტიებისადმი, პოლიტიკოსებისადმი კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად. და ვთხოვეთ ყველას, რომ დავით აღმაშენებლის ეს მიღებული იქნა გელათში, დავით აღმაშენებლის დღეს 8 თებერვალს და მიმართეთ და უთხარით, რომ მოდით შევიკრიბოთ, ესე იგი ილია გელათიდან წავიდეთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგურამოში და რატომ გადავწყვიტეთ ეს გელათში თქვა ილია ჭავჭავაძემ უნიკალური რამ, რომელი ფორმულაც დღეს არის განსაზღვრელი. ჩვენ გვჭირდება დღეს ერთმანეთთან თანამშრომლობა, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ეს არის ილია ჭავჭავაძე. აი, რას გთავაზობ თქვენ მეცნიერთა კონგრესი? ვისაუბროთ ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის. დიდი მადლობა. გელოდებით ყველას. ხვალ 6 საათზე მეფე დავითის ბე-კორპუსის მე-17 სართულზე. მაგრად ვიყოთ. Sablams lețevadi Valva hedagar guriho Ulamos prilisti rodi Sada harčemo suriko Ulamos prilisti rodi Sada harčemo suriko Ekalši vardi ševlišne Oblad romamo suriko Ulis panskani kithavdi Šelcho marachar suriko Ulis panskali kithavdi Šelcho marachar suriko Sudana buli bulbuli Kotlevshi bimaluli cho Ilech nachtilechi tunas Šelcho marachar suriko Ilech nachtilechi tunas Šelcho marachar suriko Sheipti alam gosalma Chloris niskardi sheacho Chai kunesh chai jidika Jitkos chloria diracho
გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. პირდაპირ საქმით. ემიგრაციასა და მიგრაციაზე უმტკივნეულეს საკითხზე ბატონ ზურაბ კობახიძესთან ერთად. მასთან ერთად ყოველთვის საინტერესოა საუბარი და ამაში არაერთის დარწმუნებულა ჩვენი მაყურებელი. მით უფრო, როდესაც ჩვენ შევძელით ერთად ძალიან დიდი საკითხი წამოგვეწია ჩვენი ღირსების საკითხი გრიგოლ კობახიძე, ჯორჯ კობი, რომელიც დაკავშირებულია თქვენი მოგვარეც არის, მაგრამ დაკავშირებულია ამერიკასთან პირველი მილიონერი და სასაულები გააკეთა ამ კაცმა. ფილმის მზადდება ახლა ტელევიზია ქართულის მიერ, რომელიც ამერიკაში გავადეს, არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ. მაგრამ ბატონი ზურაბი არა მარტო ამით არის ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანი, რომ ეს პრობლემა იცის თავიდან ბოლომდე, არამედ მან მიგრაციის და ემიგრაციის პრობლემა იცის ძალიან კარგად, იმიტომ რომ ის 20-22 წელი თუ მეტი 29 წელი ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ ვინმე მიცის ამერიკა, იცის მან და ეს უბრალოდ აქედან არ წასულა, როგორც ეთქვიან, როგორც ამ ბოლო პერიოდში მედიან. ის ხელოვანი კაცი იყო, ძალიან ცნობილ ანსამბლში, სახელმწიფო ანსამბლში იყო სოლისტი, როგორც ქორეოგრაფი, როგორც მოცეკვავე რა, როგორც ეთქვიან ჩვენში და შესაბამისად ხელოვნების კუთხით და ბიზნესის კუთხით გააგრძელა თავის ცხოვრება იქ და ძალიან სერიოზულ წრეებში ჰქონდა ურთიერთობა და დღესაც ინარჩუნებს ამას. ისიც დღესაც ჩვენ ძალიან ბევრი ისეთ რამეზე გველაპარაკება ამერიკასთან დაკავშირებით, რომელიც აი თითქოს და ჩვენ უნდა გვწოდნებოდა, მაგრამ არ ვიცით, იმიტომ რომ რეალურ ამერიკას არ იცნობენ აქ ბატონ ზურაბ და მე დასაწყისისთვის და მე თქვენ უნდა ესაუბროთ ძირითადში გეტყვით ერთ რამეს, რომ უკვე ევროპაში ახლა ტრამპმა გამოაცხადა, რომ ძალიან ბევრ ქვეყნის წარმომადგენლებს არ აძლევს იქეთავ იმას. ახლა ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, მაგრამ ევროპაში დაიწყო ძალიან ძლიერი მოძრაობა. ახლა უნგრეთია, ავსტრია, შვედია ძალიან ბევრი, რომლებიც ფიქრობენ იმას, რომ ასეთი უაზრო მიგრაცია, რომლითაც ევროპა იყო სავსე ბოლო პერიოდში, თქვენ რო წადით ამერიკაში, მაშინ სხვა სიტუაცია იყო და ახლა სულ სხვა სიტუაცია. ჩვენ გვაქვს ორი უდიდესი პრობლემა. პირველი, დაგვეცალა ქვეყანა, იმიტომ რომ ქვეყანაში პრაქტიკულად ადამიანები ვერ ხედავენ თავის რეალიზაციის საშუალებას და მეორე, გაიხსნა 170 ქვეყანასთან გზა. ანუ საკ დღეს რომ მოინდომოს 170 ქვეყნის, 192 სახელმწიფოა გაეროში. 170 ქვეყანასთან ჩვენ გვაქვს უვიზო, პრაქტიკულად უვიზო რეჟიმი. აი დღეს რომ მოიფიქროს ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა, ხვალ ჩვენთან არის და ბევრს კიდე შეზღუდვა არ აქვს, რამდენი ხანი სულ დარჩება. თქვენ ახლა ამ საქმეში უფრო დიდი ექსპერტი ხართ, მე ერთი რამ მინდა ვთქვა კიდე აგრე და მე დავჩვენო თქვენი როგორც თქვენ ასპარეზი. ბატონი მერაბ ბერძენიშვილის, ბატონი რეზო ჩხეიძის და ძალიან ბევრი პიროვნების ამ შემთხვევაში ანზორ კომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი და ხშირად საუბრობ მე ამაზე, რომ ამ ადამიანების ინიციატივით 2004-5-6 წლებში შეიქმნა პროგრამა, აი ეგრე არის ეს სიგნი, გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. მასში არის ასეთი ისა ემიგრანტთა განწყობა გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის. ეს არის პროგრამა, როგორი ურთიერთობა უნდა გქონებოდა ჩვენ გარეთ და როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოში დამოკიდებულება ემიგრანტებისადმი. მარტო ერთ რამეს ვიტყვი, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნებოდით, რომ ყველა ქართველს უცხოეთში უნდა გქონდეს იგივე უფლებები, რა უფლებებიც იმათ ქვეყნის წარმომადგენლებს აქვს საქართველოში. თქვა თურქს რა უფლებებიც აქვს საქართველოში, ჩვენც ხომ უნდა გქონდეს ბატონ ზურაბ იგივე უფლებები იქეთ. და იგივე სხვა სახელმწიფოებს. ეხლა მე რამდენიმე საკითხს შევეხე, თქვენ შეგიძლიათ ამას გაიზიაროთ, არ გაიზიაროთ, დანარჩენი თქვენია უკვე. ბატონი ზურაბ და მე ყოველთვის მსიამოვნებს თქვენთან ესეთ მოუმზადებელი. ძალიან კარგი. იმიტომ რომ არ გვიყვარს იცით არც თქვენ გიყვარს, არც მე მიყვარს, ეს რა გაემზადო, გაიბრანჭო და მე ზეპირად რაღაცები ისაუბრო. არა, ეს ყველაფერი უნდა იყოს, როგორც იტყვიან. პიესი აი რო ცხოვრებისეული მოსული თემაა. და ძალიან ისეთი თემაა რა. ნუ მე ხლა ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, კიდე იქნება რაღაც მომენტი, იმიტომ რომ შეიძლება დროში აღარც იყოს დღევანდელი გადაცემა, მაგრამ არის სისტემა, რომელიც ნამდვილად წინ უნდა წამოვწიოთ და იმიტომ რომ უნდა შევახსენოთ ვიღაცებს, რომ ის რაც ზოგიერთ გონია ის არც ემიგრაცია და არც იმიგრაცია და განსხვავებას უცებ გეტყვით და არც არ ვიცი ხა ეს მიგრანტული დინება არის კიდე რაც ამათ გონია
მე აი ვამბობ პირდაპირ და ვიტყვი რომ ესე იგი პირველ რიგში მივესალმები ჩემს დებს, ძმებს, მეგობრებს, ახლობლებს ოკეანგაღმა იქნება თუ აქეთ ევროპაში თუ სადაც ჩვენი ხმა გავა რომ მე მათი ტკივილით მტკივა მე მათი სიხარული მიხარია იმიტომ რომ მათი ცხოვრებით ცხოვრობ დღეს აქაც იმიტომ რომ ცოტა ისე გაჭირდა რომ რეინტეგრაციის პრობლემა დამიდგა 64 წლის კაცს. ამას კაი ვაპატიებ საკუთარ თავს, იმიტომ რომ 64 წლის კაცი ვარ, გავატარებ ასე კიდევ, მაგრამ მე იმაზე ვფიქრობ, აი რომ ჩამოვლენ ბატონო თემურე, მე და თქვენ იმ დღეს ვისაუბრეთ, აი ერთ მაგალითს ვეთქვი, ახლა წარმოიდგინეთ იმ ანგელოზივით კაცზე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და ქალბატონი მედიას ვაჟიშვილი. აი წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა კაცია, ხო, რა განათლებლად დაგვისაბუთა, ხო? და წარმოიდგინეთ, ესე იგი, ის კაცი ჩამოვა თბილისში და მას გაუჩნდება რეინტეგრაცია. ლუკა ჩხეიძე და გაუჩნდება რეინტეგრაციის პრობლემა. ამ დროს ვიღაცა აი პირდაპირ ვიტყვი რა, ეხლა ცოტა უხეშად გამომდის, მაგრამ ამ დროს ვიღაცა ლუარსაბ თათქარიძე წამოწოლილია და ყველაფერი მოსდის. ანუ რეინტეგრაციის პროგრამას რასაც ამბობს ახლა ბატონი ზურაბი არის ის რომ ჩამოდის აქ ჩვენთან. ხო, საკუთარი თავის რეალიზაცია ის გამოცდილება რომელიც თუ ესე გაგრძელდა შეძლოს. თუ ესე გაგრძელდა ყოფა ჩვენი დღეს რაც არის, ხო? მას გაუჭირდება და ესე იგი დაიკარგა კიდევ ერთი ადამიანი, ღმერთმა დაიფაროს, ხო? დაიკარგა კიდევ მწოდნე ქართველი, ღმერთმა დაიფაროს. მწოდნებზე რომ იცით რა საერთოდ ემიგრაციაზე რო ვსაუბრობ, მე ცოტა უფრო სხვანაირად ავიქო ამ თემას მტკივნეულად და კი ზოგჯერ უფრო მეტიც მიხარია სხვაზე და იმიტომ რომ თვითონ ვარ ნახევარი ცხოვრება იქითკენ გავატარე და იცით პირდაპირ ვიტყვი ზოგს გონია წავიდნენ ახლა იქითკენ საგულაოდ ხო არა მაშინ მაგის პასუხად იმას გეტყვით რა რომ საგულაოდ კი არ წავიდნენ თავიანთი ქვეყნის ხელისუფლების დიდი დანაშაულია მასობრივი ემიგრაცია ქვეყნიდან განდინება ქვეყნიდან ახალგაზრდების თუ საშუალო ასაკის ესე იგი მე მეხმარები ერთი წინაადებით ბატონ ზურაბ რომ თქვენ სადაც იყავით იქ იყო საქართველო სადაც არის ქართველი ემიგრანტი იქ არის საქართველო ეს ვისაც არ ახსოვს ქვეყანაში მას არ უნდა თან რა თქმა უნდა და თან ამავ დროს ისეთები საუბრობენ უკვე რაღაცას ისეთებს გეტყვიან რა რომ შეურაცხყოფილად გრძნობ თავს რომ შენ ოცნებით ახარ იქ შენს ქვეყანაზე და ხილვები გაქვს და შენი საზოგადოება და არ მოგეცა საშუალება უბრალოდ ამ ქვეყანაში რომ ესე იგი შენი თავი რეალიზება მოგეხდინა განა იმიტომ რომ ნაცნობიან მეგობარი არ ყავდა არაკადრე შენ თავს ეგა და წახვედი და გახვედი გასულა ბატონო თემურ გასულა და განდგომა რაღაც მომენტში ჯაბანობა არ არის და თუნდაც გავახსენებ მაშინ რამდენად არ არის ჯაბანობა განდგომა რაღაც მომენტში გასულა რაღაც სიტუაციიდან იმიტომ რომ აი დათო თუთაშკია ხო გავიდა იმ წრიდან იმ დღეს როცა იქ დუქანში გავიდა და ისიც უთხრა მე რომ მე თქვენ გესვით დათო თუთაშკია დაუბრუნდით თორე გესვით თქვენო აი იქო დურს როესვით ის კაცები ხართო თქვენ წუპაკო და უკაცრავად მამაძაღლებო მიაყოლა და ეს რა არის ესე იგი გავიდა რა კი გავიდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ჯაბანი გავიდა იმიტომ რომ მან თავის რეალიზება ამ ქვეყანაში ვერ მოახერხა იმიტომ რომ ხელისუფლებამ ამ ქვეყნის ვერ მოაწყო ის საზოგადოება რომ მასიურად ესე იგი მოხდა ის ესე იგი მიმზიდველი საზოგადოება და ყოფა რომ მასიურად მოხდა განდინება ქვეყნიდან და განდინება ხო აი ეხლა არის ამავდროს კიდევ ერთი თემა რომ აი
გავიდა პეტრე პირველიც გავიდა თვითონ გავიდა მეფე იყო და გავიდა არანდო არავის წავიდა ეზიარა დასავლურ კულტურას ნიკო ნიკოლაძე იყო გასული ამ ქვეყნიდან გაწოდებული ხო და ილია ჭავჭავაძე გავიდა და მე მოიტანა იმან არა იცით რა არის რა ესეთი არა უბრალოდ რა ხო პროგრესული ადამიანები არიან კი გასულები დიახ რომანტულებიც არიან დიახ მწოდნეებიც არიან ვერმანახა გავიდა და ისე ადვილი არ არის მათი ყოფა იქ როგორც ზოგიერთ გონია და ახლა მე ამაზე აუცილებლად და მე იმასაც ვიტყვი რა პრობლემა გვაქვს აქ უკვე მიგრაციასთან იმიტომ რომ არის ემიგრაცია ესე იგი ჩვენგან გასული აქედან ის არის ემიგრანტი ის პერიოდი სანამ ის თავის დასახულ ადგილამდე მივიდა ქვეყანამდე ის პერიოდი არის მიგრანტი და იქ რო შევიდა ამერიკულ მაგალითად ამერიკაში ჩავიდა იმ ამერიკელისთვის ის არის იმიგრანტი ორი ემით ესე იგი ემიგრანტი ხო და ის რო ჩავიდა იქა და ის რომ დაინახა ხო ის განთავისუფლების ძეგლი ხო ნიუ-იორკში ამოდენა მონუმენტი ხო ქალღმერთი განთავისუფლების ის შეხვდა შეიძლება მაგრამ იქ ისე ადვილი არ არის ხო ზოგჯერ გაუღიმავად მე ესე მიმაჩნია ესე შეხვდა ზოგჯერ ისე მაგრამ ერთი სიტყვით მან უნდა გაიაროს ის ძალიან დიდი გზა რომ იმ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე გახდეს და ის ამერიკულ ინგლისურ ენაზე განთავისუფლება ერთია, დამოუკიდებლობა მეორეა და თავისუფლება მესამეა. ესე იგი, იმას, რასაც ჩვენს ქვეყანაში ეძახიან თავისუფლების ქალღმერთს, იმას განთავისუფლების ქალღმერთი ქვია. და ის მერე შემდეგი პერიოდი უკვე ესე იგი დამოუკიდებლობის მიღება, ხო, ეს კიდე ცალკე პერიოდია, რომ უნდა გაიარო და მერე ის, რომ თავისუფლების ქალღმერთი არის კაპიტოლიუმის თავზე. ასე რომ გავარჩიოთ, იმიტომ რომ ისინი დეტალურად ახსნიან ამ პროცესს. მე მინდა ამაში ჩაგერთო და მე ერთი რამაში დაგეხმაროთ კიდე რომ აი რომ აქ რეინტეგრაცია რომ ძნელდება, მე ამაში ვხედავ ძალიან ობიექტურ მიზეზებსაც ვხედავ. რატომ? აი მე გავაკეთე ანალიზი, ვთქვა, რომელი ქვეყნიდან ჩამოსულებს უჭირთ ქვეყანაში რეინტეგრაცია, ანუ შესვლა პროცესში და არა მარტო იმიტომ რომ თვითონ არ უნდა შესვლა, არამედ სხვებსაც არ უნდათ რომ შეუშვან ხელისუფლება და სხვა ვინმე. რატომ? იმიტომ რომ ესენი მოდიან იმ ქვეყნიდან, სადაც სხვა გარემოა, სხვა განწყობაა, სხვა სიტუაცია და არ აწყობთ იმ განწყობის ადამიანი ეს-ერთი და მეორე. ესენი სხვა კვალიფიკაციის ადამიანები არიან უკვე. ესენი იქ საუბრობენ ესე იგი სინთეზურ ინტელექტზე, ხელოვნურ ინტელექტზე, კვანტური თეორიით რას ნიშნავს ეს ცხოვრება, რას ნიშნავს პროგრამა ოპტიმუსი. კანონებს სხვანაირად აღიქვამენ. კი ბატონო და ამიტომ ახლა იმ ქვეყნიდან რო ჩამოვიდა, სადაც ხელოვნური ინტელექტია ლაპარაკი და კვანტური თეორიები და ისინია რო ჩამოვიდა, აქ სადაც პრაქტიკულად ეს არის უდაბნო, აზროვნების უდაბნო, ასეთი ადამიანი არ აწყობს ძალიან ბევრს. და ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ის, რაც უნდა შემცვალოთ ეს სიტუაცია ქვეყანაში, იმდენად, რამდენადაც პირიქით ეს ხალხი უნდა ბაწყობდეს, ეს ხალხი უნდა ბრინდოდეს, ეს ხალხი უნდა მოუყავდეს. დავით აღმაშენებელი ამის ის არა, დავით აღმაშენებელმა რომელ ეპოქაში მოკრიბა და გელათს აკადემია შექმნა და ჩამოიყვანა ქართველები და არა მარტო, ჩამოიყვანა აკადემიაში რომ განათლება მიეცა, აქედან კი არ უშვებდა ხალხს, რომ განათლება ბრძოლებით ჩამოიყვანა და იქედან ჩამოსულ მე ხა თქვენგან მე იმდენი რამე ვისწავლე ბატონზურა. ამერიკასთან დაკავშირებით და ბევრ სხვა რამეზე ამისთვის მადლობა მინდა გითხრათ. და იმდენ რამეს ვწავლობ, მე თუნდაც აი ეგერ ინგლისიდან ჩამოვიდა პიროვნება, აგერ რამდენიმე ხნის წინ და 1-2 საათის განმავლობაში მგზავრობდით დასავლეთიდან თბილისისკენ და ისეთი რამეები მითხრა, რომ გავნათლდი მე ამ იმაში, ამაში ცუდი რა არის, ვერ გამიგი. მე უბრალოდ ხედავ, რომ ამ ადამიანების აქ შემოსვლა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ჭაობში არ დავჩეთ. თუმცა იმ ადამიანებმა ვინ შემოვიდნენ, არ უნდა შეხედონ ამათ, რომ თქვენ ჭაობში ხართ და არა, მაგრამ იცით რა არის, აი მართალი ბრძანდებით და არის მეორე თემა კიდე ის, რომ აი მაშინ თუ კი ეს ვერ მოაგვარა, ხო, რომ ესე იგი გარემო შექმნას ისეთი, რომ ამდენი ხალხი არ გავიდეს ქვეყნიდან, ხო? თუ ეს და სხვათა შორის იმათ არც ის
უთხოვიათ რომ უცებ გამხდარიყო საქართველოს ეს რაღაც აღვავებული იცოდნენ მაგრამ იმიტომ კი არ გავიდნენ რომ ეს უცებ არ მოხდა არა იმიტომ რომ არანაირი წინსვლა ვერ დაინახეს ვერანაირი წინსვლა ნაბიჯი ვერ დაინახეს და ამიტომ გავიდნენ და თუ კი ეს აწყობთ თემურ ბატონო რომ ისინი იყვნენ აი ესე ჩუმადმყოფი თქვენო დურუებივით და კიკუებივით ხომ თუ კი ესე აწყობთ მაშინ მე პირდაპირ ვეთქვი მათ რომ ეს არ გამოუვათ იმიტომ რომ უკან დაბრუნებულნი ცოტა უფრო სხვანაირად მოვლენ იმიტომ რომ მათ ქვეყანას მომავალი არ ექნება თუ ეს ასე არა ხო და ეს თუ ესე იგი არ გამოიცვალა და ეხლა მაშინ და თუ კი ეს ესე უნდათ ხო ბოლომდე მაშინ მე პირდაპირ ვამბობ დღეს რომ მაშინ გამოდის რომ ესენი არიან 21 საუკუნის ის თავადაზნაურობა, ხო, ადრე რო წუდები რო ყავდნენ, რომლებიც ხო რო ყიდიდნენ ტყვეებად სტამბოლის ბაზარზე. შორს არ არიან ეს. ხო, არა, იცით რატომ? იმიტომ რომ ის თუ შენ მარტო იმიტომ გაწყობს, რომ ყავდეს, რომ იმან ფული იშოვოს, ოჯახში გამოაგზავნოს და მერე ის ფული მოხდეს იმ ყულაბაში, ხო, ქვეყნის ყულაბაში, საიდანაც შენ მერე იპარავ. Raga განსხვავებაა მაშინ იმ თავადსა და იმ თავრობას შორის. ბატონო ზურავ, თქვენ 30 წელი იყავით იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის ბრძანებულებას, სამდაბ გადაწყვეტილებას 30-40%-ს ქალაქისა და რაიონის სასამართლოები წვლიან. ხო, რასაც აჩერებენ. არა მარტო ესე იგი თქვენ ხართ იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანაშიც პრეზიდენტი გონიათ ყველაფრის გადამწყვეტი და ამ დროს იქ პრეზიდენტი აი იმის თქვენ მე გეუბნებით ხუთი პატარა მოვალეობაა მაგრამ ბიძინა ივანიშვილს რა უფლებებიც აქვს საქართველოში ყველა პრეზიდენტს ერთად აღებულს დემოკრატიული და არადემოკრატიული ქვეყნებისას ერთად აღებული არ გააჩნიათ მათ ეს არის ჩვენ კი ბატონო მონარქსაც გეთახმებით მონარქი ახლა მონარქები ყავთ როგორი იაპონიაში ეგრე იმპერატორი მონარქის იმით მაგრამ იაპონია არის ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე წინ წავიდა ქვეყანა მე გეთახმებით თქვენ იმაში რომ აქ საქართველოში სხვანაირადაა გაგებული და ხედავთ როგორ გაიყო საზოგადოება და ვიღაცას რომ ბიძინა არის გადამჩენი არის ამ ქვეყნის ხალხი გადამჩენი ამ ქვეყნის არის ინტელექტი როგორც კი ერთ პიროვნებაზე შენ იტყვი და არა და საქართველოს შევარნაძე ნუ ჯერ ერთი გამსახურდია ცოტა ხალხი იყო მაგრამ შევარნაძე დროს აბა რას ფიქრობს შევარნაძე მერე მოვიდა და რას ფიქრობს ივანიშვილი რას ფიქრობს სააკაშვილი რაშფაშია რას ფიქრობს ქართველი ხალხი როგორია და არის თუ არა სისტემა თქვენ ხართ დღეს იმ ქვეყანაში და ჩვენ თქვენი გამოცდილება გჭირდება იმაში რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ის რომ ეს არის ერთი ქვეყნის გუნება განწყობით შექმნილი ხელისუფლებები ერთი კაცის უნება განწყობით შექმნილი ხელისუფლებები აი ეს არის მთელი ტრაგედია ამ ქვეყნის ამიტომ ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა რომელსაც აი ხალხთავაზობდა ეს შეხვედრა იქნება სწორედ ეს არის ეროვნული თანხმობა ვინმე გონია რომ პარლამენტში რო იქნებით ყველა ერთნაირად უნდა ვლაპარაკობდეთ ეროვნული თანხმობა არის ის ეს ამერიკაში კარგად არის რომ თქვა ყველა გუნდს ყველა ჯგუფს თავისი წარმომადგენელი ყავს იქ ულტრამემარცხენია ულტრამემარჯვენია თუ თქვა ის პირობითად ვამბობ დემოკრატია ანარქისტია მნიშვნელობა ყველას ყავს თავის წარმომადგენელი თავის ინტერესების დამცველი ყველა რეგიონს ორპალატიანი რატოა იმიტომ რომ დამცველი ყავს იქ თუ თქვა ერთ პალატაში ირჩევენ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით მეორე პალატაში ყველა შტატს ერთნაირი რაოდენობა აქვს ანუ ჩვენ ეს სისტემა უნდა გადმოგვეღო ეს უნდა გვესწავლა და თქვენ ახლა აქ რომ თქვენ რო გიჭირდეთ აქ ისა მე ეს არ მიკვირს თქვენ რო გიკვირთ ეხლა ეს მართალი გითხრათ ეს მაგვირებს იმიტომ რომ თქვენ არ უნდა გიჭირდეთ იმიტომ რომ თქვენ ისეთ რამეებს მიეჩვიეთ იქ და მე ბევრი ისეთი რამე ვისწავლე ნახე მიუხედავად იმისა რომ 3-4 თვე ვიყავი ამერიკაში და გასაგებია მაგრამ თქვენ გადაცემა რო დაიწყეთ ბატონო რეალური ამერიკა ძალიან ბევრი მოწონებით ხო თქვენს და მეც მირეკავდა და ძალიან ბევრმა დამირეკა და მითხრა რომ რას ლაპარაკობს და რა გვინდა ეს და რა ხო გეუბნებით არა მე თქვენთვის ახლა პირველად გეუბნებით ამას მაგრამ მე მათ პასუხობდი და ჩვენ ვარ გვითხოვს თქვენთვის რომ გააჩერეთ პირიქით უნდა გააგრძელოთ ეს ჩვენ არ გვაწყობს ვიყოთ ჩაკეტილი ქვეყანა მაგრამ არც ის არ გვაწყობს რომ გაივსოს ქვეყანა ჩვენები გარეთ წავიდნენ და გაივსოს ქვეყანა აი ახლა უკვე მაშინ არ გვეყო დრო მაინც მაგრამ არა უშავს გავაგრძელებთ კარგით გასულებზე ცოტათი ვისაუბრეთ კიდე გავაგრძელებთ აი შემოდინებაზე ვისაუბროთ მაშინ რაც პრობლემაა აი იმ დღეს უყურებდი YouTube-ზე
ვიღაც ჩიმაევი ორთაბრძოლებია ეს UFC-ის ვიღაცას ეკითხება ქართველი ჟურნალისტი რომ საქართველოს აფხაზეთი ეს აფხაზეთი საქართველოა და ის ამბობს რომ საქართველოს აფხაზეთი კარგით მეორე შეკითხვა კიდე იგივე გაუმეორა და იცით რა ის ტურისტად არის ცოტა ხნით შემოსული მაგრამ მაინც დავსჯიდი იმას ჟურნალისტი რომ ყოფილიყავ და მეორე შეკითხვას მაშინ იმას დაუსმევდი რომ მაშინ თქვენ აღიარებთ რომ თქვენ კავკასიური წარმოშობის რუსი სპორტსმენი ხარ და მორჩა მოგდებოდა ეხლა მე კარგად გამიგე მე არ მინდა ამაში გეკამათო თქვენ დრო ნუ საუბარს გავაგზავნეთ ისე თემას შევეკეთეთ რომ მე ერთი რამე მინდა გითხრათ რომ მე-5 თუ მე-6 კლასის იქში საქართველოში წერია რომ აფხაზეთი არის საქართველოს მეზობელი. ეს დაწერა წიგნში. განათლების სამინისტრო მიიღო და თქვენ გარედან შემოსული კაცი კი არა, მაგრამ კარგით იმათ არა, მაგრამ აი მოდით იმას შევეხოთ, აი დღეს ჩვენ გევართ რასიც, ერთი ლამაზი სახლი დგას, კარებია, ეზო ლამაზი. ეს უბრალოდ ეზო აქ ულამაზესი და კარებებია მიღებული, მოღებული ჩვენს გვერდზე კარიბჭეებს ხედავთ, დაცვა, რაღაცა, ეს წარმოდგენა რომ აი შედან დაგებიან და გამაი დარჩებიან და ზოგი კარავს გახსნის ეზოში და რაღაცა. აი დაახლოებით ესე ვიყავ. ესე იგი არ ვეკითხებით. ქალაქს ამიშენებს არაბულს ეგ. ხო და არ ვეკითხებით. ადამიანი შემოდის რეზიდენტი უნდა გახდეს ქვეყანაში, გახდეს რეზიდენტი, უნდა შემოდის რომ ამბობს რომ მინდა აქ ვიცხოვრო და არ ეკითხები. შენ რომ ესე იგი არ პირველი შეკითხვა აი საზღვარზე მე საზღვარი და ის მე სამსახურები არა პირველი იქ არ ეკითხება რომ ისა თქვენ ალბათ როგორ უნდა იყოს ეხლა იმას ვამბობ თქვენ ალბათ მოგეხსენებათ რომ შემოდიხართ ქვეყანაში რომელიც არის 20% ოკუპირებული ეთანხმებით რომ ოკუპირებულია თუ გითხრა რომ არა არ არის ოკუპირებული ხო და უთხრა მე სამომავლოდ იმან საემიგრაციო სამსახურებთან ხო და რატომ არ აღიარეთ ესე თუ აქ ცხოვრება გინდა ხო უნდა საოცარ ამის ამბობს ბატონები ეხლა მე მან მომიყვა და მითხრა არც ვიცოდიეს რომ ხელი დაადებიეს ბიბლიაზე ხელი დაადებიეს ბიბლიაზე და ეკითხებოდნენ ისეთ რამეს რომ ამათ ამერიკელებს უნდათ გაეგო ეს ამერიკული განწყობის ადამიანია თუ არ არის ამერიკული ხო რატო ხარ შემოხედავთ იმისა რომ ამ რანგის ხელოვანი იყო და აი ესეთი და აშუქრავდა თელი ამერიკა იმ სახელმწიფო ანსამს მაინც მიუხედავად ამისა ეს კითხვები დაუსვით ჩვენთან ეგეთი რამე არაფერი შეკითხვა ამ თემაზე კარგით ახლა მეორე შეკითხვაა კიდე რომ აი თქვენ პირადად აპირებთ ინტეგრირდეთ ქართულ საზოგადოებაში საქართველოში ანუ თქვენ ესე იგი კულტურა გინდათ თუ ისე განცალკავებულად გინდა იცხოვრო და არაფერს არ დაემორჩილო ქართულს და არანაირ ამას ინტეგრირდებით ქართულ საზოგადოებაში აი ესეთი შეკითხვა არა როგეთქვეს მე მინდა ჩემებურად ვიცხოვრო და არ მაინტერესებს ქართული კანონი უკვე დღეს ინდონეზია უკვე მოღებული საზღვარი ამასაც გვეტყვის მესამე იცით რა აი მესამე რამდენი მე თუ ხართ თქვენი ეროვნების თქვენი მოდგმის ხალხი შექმნით რაღაცა ისეთ იმიტომ რომ უკვე ამ საშიშროებაზედაც მივდივართ რომ რაღაც ისეთ იმასთან სასაზღვრო ზოლებთან მით უმეტეს რაღაც ისეთ დასახლებას თქვენსას ხო რომ სამომავლოდ შეიძლება გითხრათ რომ ვიცით რა მე აი მეჩემნია მიუერთდე ჩემ ასეთი დაუდევრობით გვაქვს იმიგრაციული სისტემა და სამსახურები ასეთი დაბიო გვაქვს და ეხლა ეს გარდა იმისა რომ ჩვენ ემიგრანტები გვყავს უცხოეთში და მე იმათ რეინტეგრაციაზე თუ ესე გაგრძელდა საქართველოში ცხოვრება და მართვა ქვეყნის ესე რომ პრობლემები შეექმნებათ ამის გარდა ჩვენი უარესი პრობლემა გვაქვს ბატონო თემო რომ
იმიგრაცია გვაქვს ქვეყანაში სხვა ქვეყნებიდან და მათი წარმომადგენლობა საერთოდ არ აცნობს ქართულ საზოგადოებას და ეს ამას არც არავინ ეკითხება, არც არავინ პასუხს თხოვს, მიდი შემოდი დადი და ამის გარდა მაპატიეთ, აი ვამთავრებ, ამის გარდა აი ესეც საზოგადოებაში, ესე იგი, რა არის ემიგრაცია და საერთოდ მიგრაცია, ესე იგი, ის რომ მან დაისახა მიზნად მიმზიდველ ქვეყანაში ჩასულა, ხო? და ზავიდა, მიმზიდველია. ამავ დროს აი ჩვენთან მიმზიდველი ვართ რატომ? განაიმეთო რომ ის მათ შენი ის მოწონს. მათ შენი ბუნებრივი მდგომარეობა მოწონთ რაღაცა და სულ არ უნდათ თქვენთან ინტეგრაცია და მოვა და აქ არის საშინელება მე სამომავლოდ რომ მოხდეს ტრაფიკინგი, ნარკოტრაფიკინგი, თვით ისეც რა ქვია იმას ტერორისტების და შემოდინება. საინტერესოდ მოსაუბრე ხართ, მე ვნახე ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც ჩამოვიდა და უკან გაბრუნდა ორი რამის გამო. პირველი საშუალება ვერ ქონდა და ვერ მიიღო ის ხელფასი, რომლითაც იცხოვრებდა, მაგრამ უფრო მეტად მათ თქვეს, რომ ქვეყანა არ შეცვლილა პრაქტიკულად და არ არის საშუალება რომ რამე მიიღო. ეხლა მე მაქვს ორი კონკრეტული კითხვა და რომელსაც თქვენი პასუხი უნდა იყოს კი ან არა. ამერიკაში პრეზიდენტს რომ ეთქვა ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ნიშნულობა არ აქვს რომელ ქვეყანასთან და ჩვენ გარკვეულ მიწებს ვთმობთ ამისთვის და ვაშენებთ ამერიკულ ქალაქს აი რასაც არაბული კეთება ერთად აი რომ ეთქვა აი რაც ხდება საქართველოში ახლა რომ შენდება არაბული ქალაქი და ესე იგი ხელისუფლება ამბობს რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებაზე ვერ გავასაჯაროებთ ამ პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებდნენ და შეცვლიან თუ არა კი ან არა იმპიჩმენტს იმიტომ გამოუცხადებდნენ რომ ხელისუფლებას მიწის გაყიდვა არ შეუძლია კი ბატონო ამიტომ ანასი უნდა იყოს საქართველოშიც კანონში ეს გვიწერია ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ამ იმაზე და ყველაფერი მაგრამ დაუშვათ რომ გვეწეროს კიდევაც ჩვენ გვეუბნებით რომ ჩვენი მიწა და ჩვენთან შენდება არაბული ქალაქი. ხელშეკრულება მითხარით რა ხელშეკრულებაა? სამთავრობო მიწაა თუა, მაგალითად არ არის კერძო და არის სამთავრობო, ის პირველ რიგში უნდა იყიდოს ქართულმა დეველოპერმა კომპანიამ და მე არ არის ბატონო ზურაბ, დაუშვათ ყველაფერი მოხდა ისე როგორც არის. რომელიმე ქვეყანამ, რომელიმე ამერიკაში რომ თქვას რომ მე ვაშენებ არაბულ ქალაქს და ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას, თუნდაც მიწის გაყიდვა და ყველაფერი კონდეთ და ხელისუფლება ამბობდეს რომ მე ამ კანონს არ გამოვაქვეყნებ. ეხო წარმოუდგენელი თქვენ ამას ვერც იმაშვებით. არა ხო ვერც აანალიზებ მეორე და ძიმე რამეს ვიტყვი. ამით ძალიან ჩვენ ახლა ამის შემდგომ გადაცემას იწყებს და ყოველ ოთხშაბათს ექნება 5 საათზე ბატონ ზაზა ხატიაშვილს ადვოკატს და ბატონ ზაზას თუ ახლა უსმენს ამ გადაცემას მოსულია მინდა რომ ამ შეკითხვაზე მე გარკვეული ბოლო იმაზე რასაც გავაკეთებ განცხადებას თვითონაც თქვას მოსაზრებით. მეორე აი საქართველოში არის საუბარი იმაზე ძალიან ბევრი ახლა წერს რომ ჩვენთან იმიტომ მოდიან ეს აზიაშია ახლა ინვესტიციები და ამერიკა და ესენი ევროპა და ისინი არ მოდიან. მე ვეუბნები ყველას რომ ასეთ ქვეყანაში სადაც კორუფციაა, სადაც ნეპოტიზმია, არავინ დემოკრატიული ქვეყნიდან ცივილიზებული სამყაროდან არა. ამიტომ ბატონო ზურაბ მოგვეხმარეთ, გადაცემა დაიწყეთ, ჩამოყალიბდით, მოგიწვიეთ ვინც გინდა, პირიქით შეეკამათეთ ჩვენს იმას. მეცნიერთა კონგრესის დროში გეუბნები ჩვენა ტელევიზიას ამ შემთხვევაში არ ვაყენებ დაწმის ქვეშ, ახალი მეცნიერთა კონგრესის დროზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ვინმე მონა, აბა ამერიკამ შემოიტანა, არ შემოვა აქამდე, არ შემოვა აქ იაპონია არ შემოვა არავინ აქ რატომ იმიტომ რომ აქ არის კორუფცია და აქ არის ნეპოტიზმი ამ ქვეყანაში არ შემოვა აი ხა დავამატებ მაგას რომ კორუფცია და ნეპოტიზმი აი ეგ ორი დღის წინ აი დაიჭირეს ესე იგი ხო არის ადამიანი რომ შემოვიდა და საქონელი შემოიტანა ავტობუსს ვიღაც მოვაჭრე დაიჭირეს და რაღაც დიდ თანხად თავდებში გამოუშვეს აი გამაგებინეთ რომ რა ხდება ის რომ შემოვიდა ის იყო კიდე პრობლემა. ნუ ბატონ ზურაბ ჩვენ ეს უნდა გავაგზავნოთ ეთქობა და საქართველოს ცხოვრობს ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით და ჯარიმებით და ასეთი რამეებით. ეხლა ბოლო მომენტი რაც მინდა ვთქვა და ბატონი ზაზა თუ უსმენს მისგანაც მინდა ამის ისა. მე მაგალითად დღეს კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ქუჩის.
კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით ჩამოგდებით არა, მაგრამ როგორც გაეროს პუნქტს მოვიყვან მოქმედებაში, თუ მე ჩემი ქვეყნის ხელისუფლება მეტყვის რომ მე არაბებთან თუ რომელიმე ქვეყანასთან ვაფორმებ ხელშეკრულებას და მე შენ ამას გიმალავ, მე მზად ვარ გავიდი ამ ქვეყნის ასეთი ხელისუფლებით ჩამოზარდებად. სწორად ვიქცევი? ნამდვილად. ერთი პასუხი და მაინც გავაგზავნე. ნამდვილად. განაიც რომ კი, არა, ნამდვილად. მე არცად ის არა ვარ, მე ველოდები რომ გამოაქვეყნო. ნამდვილად. და ვეუბნებით რომ თუ არ გამოაქვეყნდა, მაშინ პირდაპირ ვიტყვი დამიჭირეთ, რაც გინდა თქვენით, მე არ მინდა ქვეყანას ხავდეს ხელისუფლება, რომელიც აშენებს ხელშეკრულებას დებს არაბულ კომპანიასთან, არაფერი გაშიფრული არ არის და ესე იგი მე მეუბნება რომ ამ ხელშეკრულებას ვერ გამოგიქვეყნებთ, საიდუმლო მე ასეთ ხელისუფლება არ მინდა ქვეყანაში და მზად ვარ გავიდე ისინამ. და დავამატებ რომ მაშინ გამოდის რომ ეს ხელისუფლება, ესე იგი გამოდის რომ ხელს უწყობს არაბულ ექსპანსიას თან. აი ბატონი ზაზა მოდის ძალიან ძლიერი, ძალიან საინტერესო პიროვნება, ეხლა მისი გადაცემები როგორც გითხარით იქნება ყოველთვის, აი 4 შაბათობით 5 საათიდან, ეხლა ჩვენ ცოტათ რომ გამოვიყენეთ, ეს ჩემი განცხადება რომ გაკეთდა იმის ბრალიეს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ შეხვედრას ვთავაზობთ ყველა პოლიტიკურ ძალას, ყოფილ პრეზიდენტებს, ყოფილ დეპუტატებს, დღევანდელ დეპუტატებს, დღევანდელ მთავრობას და ყველას ვეუბნებით, ქვეყნის გადარჩენა არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაში. ხვალ 6 საათზე მეფე-დავითში ასე იგი კორპუსების არის აკადემიკ ქალაქი მერაბ ალექსიძის 12 ნომერი. ბ-კორპუსის მე-17 სართულზე მეცნიერთა კონგრესი წარადგენს ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნის კონცეფციას. დიდი მადლობა.